ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რა ვიცი, ეს ჩემი პირადი აზრია და თუ გაითვალისწინებენ, ძალიან კარგი იქნება. ძალიან მაგრად შევამცირებთ საერთოდ ჩემი აზრით აი ამ სოციალურ ქსელებში დაპირისპირებას, ამ საშინელ შხამს, უბედურებას, რაც იქ ხდება და რატო არ კეთდება ეს, რომ იყოს ერთი ადამიანი და ერთი აკაუნტი. ახლა არ არის ესეთი ის არ ხო? აი შენ წარმოიდგინე, ჯერ რამდენი აკაუნტი გაუქმდება, რამდენი ტროლბოტები ხო არავის არ ბერგმა უნაქნას. ხო, ტროლბოტები ხო არავის არ გვიყვარს. ხო, არც აქ ეთამხარეს, არც იქ ითამხარეს რა. მოდი მოვიშოროთ რა ეს ტროლბოტები და დავრჩეთ ერთი-ერთზე ერთმანეთთან რა. ცუკერბერგს უნდა მივწეროთ. ცუკერბერგს უნდა მივწეროთ. რატო ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება აქ ჩვენთან ქვეყანაში რა, რომ ერთი ბოტი, ერთი აკაუნტი რა, ერთი ადამიანი ერთი აკაუნტი. თუ არის შესაძლებელი, კი ბატონო. მაგის კანონ პროექტი უნდა დაიწეროს, კანონის სახე უნდა მიეცეს, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი, ესე იგი ნებისმიერი რაღაცას, ნებისმიერი ვიღაცას შეუძლია ნებისმიერი რაღაცის წერა. აქ ქემაინც სახელით და გვარით რო გამოვა ტიპი. ცოტა დაიკლებს რა ამენას რა. ეს იმიტომ ხდება ეს, რომ ეხა 3 მილიონი ნახევრიან ქვეყანაში არის 6 მილიონი და მეტი აკაუნტი. წარმოიდგინე რა მოხდება რა. და მაგდენია ხო? ო ძალიან ბევრია რა, კაროჩე, აი შეიძლება ერთ კაცის ცუკერბერგის გარეშე თუ შეიძლება მაგის გაკეთება, ხო, ძალიან კარგი იდეაა. არა, ქვეყანამ უნდა მიიღოს ეგ რა, ეგ აგრძალვა რომ გიგაური კაპანაძე რატო უნდა მიკონტროლებდეს მე იქ რაღაცა ცრუ ინფორმაციას, რატო უნდა მიბლოკავდეს ჩემ გვერდს პირას და ჩემი გადაცემის გვერდებს, რატო უნდა მიბლოკავდეს უარგუმენტოდ. და პირდაპირ მიბლოკავენ და ფართო აუდიტორიას ვერ ვესაუბრებ, იმიტომ პირდაპირ Facebook-ი მიწერს, რომ შენ ფართო აუდიტორიას არ აჩვენებ თქვა. არა, იცი რატო ვიძახი, რომ ეს ერთი სახელი და გვარი რომ თავის აზრს წერს, კი ბატონო, როგორიც გინდა ისე დაწერე, რა კომენტარიც ის გაქვს, მაგრამ ამ ერთი ადამიანის უკვე რომ 10 აკაუნტი დგას და ნებისმიერი იმიტომ რომ ამ ბოღმას და იმას აფრქოს თან ისეც რომ არც ერიდება, აქ მოერიდება მაინც რა. რა, კაი არის, თუ შესაძლებელია. აი, როგორ არ არის შესაძლებელი, სახელმწიფომ ჩვენ ქვეყანაში უნდა მიიღოს ეგ რეგულაციები, თუ არ უსამართლო რეგულაციები არის დღეს რაც არის რა. ძალიან კარგი იდეაა ეგ. ერთი კაცი, ერთი აკაუნტი და მორჩება ამის ლაპარაკი რა. არც ბოტებზე იქნება ლაპარაკი, არც ტროლებზე და აი ასე შემდეგ. დავისვენებთ ყველა. დავისვენებთ ყველა რა. მართლა ხო. ახლა როდემდე შეიძლება ეგ? თან სამართლიანია. კი. სამართლიანია, არ არის უსამართლო ამბავი რა. ხა არ ადამიანი კი ბატონო, თუ დავი შენი სახელით ილაპარაკე. ვიღაც ბოტის სახელით ნულაპარაკობ რა. უთავრას რას წერენ რაღაცებს, ეს ისეთი სურელებს, ისეთი გაბოროტებულები არიან და იგინებიან და ხო. არა ხო, არა ეგ თუ რამე ბერკეტი არსებობს დღესვე უნდა გაკეთდეს ეგ. ხო, აი ამ რაღაცნაირად ამ სიძულვილის, პირველ რიგში ამ სიძულვილის და აი ამ აზეს დღეს გევართ ხო ამ სოციალურ ქსელებში რა და მე მგონი რომ აი აქედან მოდის, ეხა გუშინ კიდე უყურებდეს ეს დაღლებზე რეებს წერდნენ და ეს როგორი ის იყო და ცალკე ეს ბიჭი არ ვიცი ეს ზურა შევარდნაძე რო არის რა ამბავი ატყდა აი გასაგებია რომ შეიძლება ადამიანს ხან ისე შეეშალოს ხან ასე შეეშალოს ეს მიხვდეს კიდევაც შეიძლება არც იყოს ესე არც ხო არ ვიცი ჯერ მაგრამ ისეთი სიძულვილი მოყვა ამ ყველაფერს რომ აი დაიყიდეთ რა ბოლო რა მაგას ელოდებიან მომენტებს რა, მაგაში არიან, ნუ რაღაცა ვიღაცას ფეხი გადაუბრუნდეს. ხო რა. ბედნიერები არიან, ქვეყანას რაღაცა ცუდი თუ მოხდება, ამით არიან ბედნიერები. იმიტომ რომ რაღაც გონიათ რომ აი ხა ეს მომენტი. ეგ შეგულში უწერდა და რაღაცა ერთი მიწოლა და всё, რეჟიმი ჩამოშლილია. ერთი მიწოლა. ერთი დარჩი. ერთი რა. მე სულ მიტარა მაგათი ტვინში ჩავიხედო რომ აი ჯერათ მაგი აი გვაშაძე რო გამოვიდა ჩვენ ვართო პატრიოტები და პატიოსნები აი პატიოსნა სიტყვას რო იძახდი იმ მომენტში აი არ შეცხვა თავის პატიოსნები ეგო ვინო შედაფასათო ეგრეო კეთილში აფასეთ სხვა სიტყვა მაინც გამოიყენეს შენთან არ არის ეს პატიოსნების გარდა ყველა საყვარელი თქვი რაღაცა თქვი არ ვიცი რამე კაი სიტყვა თვითონ პატიოსანი არა რა